გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დემო და ეს არის თუ არ ვცდები მე-15 ვიდეო არიან, მე-14 დავაწერ. და ეს არის მწარე შესავალი იმისი, რაც მოხდება ცოტა ხანში. რას გულისხმობ ახლა? პირველ რიგში ჩემი საიტს უკვე გაიცანით, აი ეს საყვარლობა არის საყვარელი სტიკერებით, მუსიკით და ანიმე სტილში გაკეთებული გულიანად. და ესეთი მომენტი მქონდა, რომ დღეს ცოტა მოვიწყინე მეთქი ხალხს დავალაპარაკები მეთქი და სტანდარტულად როგორც გაჩვენეთ სპამის მეთოდით. დავწერე ესეთი ტექსტი. გაჩვენებთ ხა. აი ესეთი. გამარჯობა, ბოდიში გაწუხებთ, გადმოთ, მალე გავთიშავ მეთქი რა. და 10 წუთი არ იყო გასული, ანუ 1-5 კაცს შევიკრიბეთ და ვიღაცა შემოვიდა და ეგრევე შემაგინა იმენა არ ამცდა, კაროჩე. და გამიტყდა, იმიტომ რომ ტექსტს რო შეხედა მიხვდები, რომ მეც მართლა მიტყდება ეგეთ რაც გაკეთება, 1-5 წუთი გავსპამე, რომ მეთქი ვინმე ნაცნობი თუ არის გადმოვიდეს დავალაპარაკოთ ხო და ეგეთ შედეგი მივიღე და ზემოდან დამიწერე რომ მაგარი ცუდი საიტი არისო, არაფრად არ ვარგაო. და რა თქმა უნდა ნერვები მომეშალა და ეს გახდა შესავალი, ანუ პირველი გავბრაზდი და წინაზე რო გავბრაზდი გახსოვთ რაც გავაკეთე და სად გავჩერდი გეტყვით ახლა. რეები ვიპოვე, მოდი აი ამას გადახედეთ ხა და ძალიან იცინებთ. ეს საიტი, ეს საიტი, ეს საიტი, ეს და ეს ერთი და იგივე ხო არის აშკარად, თუ მე მატყუებს თვალი. სტილი ხო ერთი და იგივე არის, ანუ გამოცვლილი არის პატარა რაღაც დეტალები, ოდნავ გაუმჯობესებული. ანუ რა არის ახლა? ერთი პროექტი არის, გამოსმული არის ერთ ადგილას, ასე რომ ვთქვათ. სოციალური ქსელის სახე აქვს მიცემული ყველგან და არის ესე რა გოგოჯი ბიჭო. გოგოჯი, ანუ მე ხან ამოსმა უნდა შემაწუხოს, რომ მე რო გოგოჯის გავუფუჭო, არა ხო ანალოგიურად ნუცუბა ნუ კიდე სახელი ნორმალური აქვს, მაგრამ სად გავჩერდით ხა ჩვენ? გახსოვთ რომ მქონდა გაფართოება, რომელმაც წამოიღო ნუცუბადან მომხმარებლები და გასპამოს ვცდილობდი, მაგრამ შევეჭხე ესეთ პრობლემას. და დაცვის ვიდეო იყო. ნუ ხო ჯამში ყოველ 10 გაგზავნილ მესიჯზე თუ არ ვშტები საიტი ბლოკავდა. ბანი მედებოდა ეგრევე და ვიფიქრე რომ მეთქი ანუ ახალი იუზერები უნდა გავაკეთო ყოველი 10-ის მერე მეთქი რა. 3000 მომხმარებელი არის ხა ჯამში. და მაგით საიტს ვაფუჭებ. და გავბრაზდი მოკლედ და ესეთი რაღაცა გადავწყვიტი, ანუ რადგან ეს ყველაფერი ჩემი განმოსახედიდან ნაგავი არის. ერთი და იგივე ნაგავი არის, ერთი და იგივე რაღაც არის გადაკეთებული 100-ჯერ აქ სოციალური ქსელის დანიშნულება და კაცმა არ იცის თქვენი SMS-ები ვისთან არის, სად მიდის და მე რა ხდება, ხო იქიდან, ანუ მე არა ვარ ადმინი და ანალოგიურად ჩემ საიტზე რავი კოდს გაჩვენებს და გეტყვით რომ მონაცემთა ბაზას არ გამაჩნია, ანუ უბრალოდ რაღაცას გაგზავნე, გადაიგზავნე, ფოტოსაც ვერ ჩავაგდებ. და ეს არის საშინელება რა, ანუ რავი ვისი არის გოგოჯი და აი ნუცუბა ერთი და იგივე ხო არის ფაქტიურად რა. შესავალი იმაშია რომ მე ხან ამოსი აღარ მაწუხებს, ის კოდი წამეშალა სიმართლე რო გითხრათ, extension-ი რაც დავწერე და ესეთი იდეა მაქვს რომ დავწერ თავიდან. ამოვკრიფო აი ყველა აი ამ ერთი და იგივე საიტს რაც არის ეს გაცნობების საშინელებები რაც არის ვაფშე ინტერნეტში. ერთი და იგივე არის ყველა საიტზე სათითაოდ გავაკეთებ კოდს რომ ამოიღოს მომხმარებლები და დაგზავნოს სპამი და კაკრას მანამდე დიდი ალბათობით 100 გამომწერზე ავალ და ეგ იქნება ჩემი 100 გამომწერის საიუბილეო ვიდეო. დიდი ვიდეო იქნება, საკაიფო შრომა უნდა ჩავდო, მაგრამ პლუს ის იქნება რომ ჩემ საიტსაც გავაბაზრებ და თქვენც მაგრად იხალისებთ ასე რომ კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ როგორ მოვიქცე, რა დონემდე ცუდად მიუდგე ან კარგად მიუდგე, რა გავითვალისწინო, რა არ გავითვალისწინო და საერთოდ ელოდებით თუ არა და ჩემი აზრით, აი ვინმე ჯიზე ესეთ უნამუსა სპამს ჯობია რომ ერთხელ და სამუდამოდ 20,000 კაცს მაინც გაუგზავნო რომ ესეთ ჩათი არის, კაი ჩათი არის და გადმოდით მეთქი რა. იმიტომ რომ ჩემი აზრით, ჩემი განმოსახედით ამ საშინელებაზე ჩათაობას და ნუდების გზავნას ჯობია. აქ შემოხვიდეთ, მუსიკებს მოусმინოთ, ვილაპარაკოთ და ვისაც გოგოს გაცნობა გინდათ, რავი, ცოტა წესიერი გოგო გაიცანით და სიყვარულში და არა რაღაცა უნამოსობაში რა, ესე ვთვლი. ასე რომ ამაზე გემშვიდობებით და კომენტარეთ, იმიტომ არა რომ კომენტარების მუღამი მაქვს, პროსტა თქვენი აზრი მინდა მოვისმინო, ეხლა ამას დავდებ და რამოდენიმე დღეში დაელოდეთ შედეგს და ასევე შემიძლია პროცესში გადავიღო ვიდეოები, პატარა ვიდეოებს გადავიღებ, რომ მაინც იცოდეთ როგორ მივდივარ, სად მივდივარ და ვისაც გაინტერესებთ კოდი, ანალოგიურად გაჩვენებთ. დროებით მეგობრებო და გილოცავთ აღდგომებს ცოტა ბრაზიანი ვიდეო აღდგომის, მაგრამ სიყვარული არ მოკლებოდეთ.